ქართული დელეგაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზეა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქ სან-დიეგოში იმყოფებიან, სადაც შეხვედრებს მართავენ. ქართულმა მხარემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ, როგორც განათლების რეგიონული კვანძის პერსპექტივებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. ნინი მაისურაძე კი ამბობთ. საქართველოს უმაღლესი განათლების საერთაშორისო პლატფორმაზე და 100-ზე მეტი ქვეყნის 10,000-მდე დელეგატი. განათლების სამინისტრო ნაფსა 2025-ში მონაწილეობს. ღონისძიებაზე ქვეყნის სახელით წარმოდგენილია სივრცე, რომელიც სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს აერთიანებს. საქართველოში აკადემიური ინვესტიციების შესაძლებლობებზე ასევე ტარდება სპეციალური კონფერენციები. მიზანი ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია. აღნიშნული პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციალი, გააცნონ თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო საზოგადოებას და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ გამოფენაში. წარმატებული თემატური სესია გავმართეთ თემაზე საქართველოს როგორც საგანმანათლებლო რეგიონული ჰაბი და ასევე მივეცით შესაძლებლობა ჩვენს საქართველოს უნივერსიტეტებს წარედგინეთ საკუთარი პროგრამები, წარვადგინეთ ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი, რომელიც მოგეხსენებათ განხორციელდა ბრიტანეთის საბჭოს შუამდგომლობით Times Higher Education-ის მიერ. ნაფსა 2025 უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი მიზანი აკადემიური პარტნიორობების გაღრმავება და განათლების გლობალიზაცია. ნაფსა არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ქვეყნებს აქვთ ურთიერთშეხვედრების შესაძლებლობა. საქართველო კი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ინსტიტუტებთანაც აყალიბებს ურთიერთობებს. ვიმედოვნებ, რომ კვლავ შევხვდებით ამჯერად 2026 წელს ორლანდოში. მანამდე კი შესაძლოა მოულოდნელად თავადაც გეწვიოთ საქართველოში. Education in Georgia's სტენდზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს, მომავალ პარტნიორებს და ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას. საგამოფენოს სივრცეში წარმოდგენილი ქართული უნივერსიტეტების მიზანი ახალი საგანმანათლებლო კავშირების მოძიება. შევხვდით ბევრ საერთაშორისო უნივერსიტეტს, დავსახეთ ახალი გეგმები, ახალი პროექტები და ველოდებით, რომ ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ ახალ შეძენილ პარტნიორებთან. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ურთიერთობას იწყებ იაპონიის უნივერსიტეტებთან, ნამდვილად სასიამოვნოა ევროპის უნივერსიტეტებთან. გამოფენებში მონაწილეობა უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია ალბათ და ყველასთვის მისაღებია, რომ ყველანი ერთად ვართ და ყველას შეუძლია თავისი აზრის გაზიარება. სტუდენტური მობილობის ხელშეწყობის მიზნით პროექტს Education in Georgia's განათლების სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტი უკვე მეოთხე საერთაშორისო გამოფენაზეა წარდგენილი.